საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა სექტემბრიდან გახდება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა იმშელეს. ასევე მხარეებმა 2017 წლის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ალექსანდრე ბარამიძის ინფორმაციით საქართველოს თავმჯდომარეობა იმან განაპირობა, რომ ქვეყანაში კორუფცია და კრიმინალი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. შეგახსენებთ, საქართველოს 2016 წლიდან საფრანგეთთან ერთად ღია მმართველობის თანათავმჯდომარე ქვეყანა იყო. ამ მოვლენის ადეკვატურად შეუფასებობა შეუძლებელია. ეს არის უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენა ჩვენთვის, პატარა ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ ვაჩვენებთ დღემდე მთელ მსოფლიოს, რომ ვართ დემოკრატიის განვითარების პროცესში, კორუფციასთან ბრძოლის აქტიურ პროცესში. ჩვენ გვაქვს ძალიან თანამედროვე და სხვებისთვის სამაგალითო მომსახურების სისტემები. ეს არის ღია მმართველობის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები, ის ვალდებულებები, რომელსაც საქართველოს შეასრულებს ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში და რაც თავარია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.